ჩემი დიაგნოზია მარცხენა სარძევე ჯირკვლის კარცინომა პირველი სტადია. ამ დიაგნოზის შესახებ მე გავიგე სრულიად შემთხვევით სკრინინგ ცენტრიდან, როდესაც ჩემ დას გავყევი სოლიდარობის მიზნით და მეც ჩავიტარე სკრინინგ გამოკვლევა. დიაგნოზი რო გავიგე, პირველი რაც მომაფიქრდა მეთქი დაურეკავ ჩემ მეგობარს, რომელიც მუშაობს თოდუაში. დაურეკე და აი ძლიერი რადიოლოგი მინდა მეთქი უნდა გადავამოწმო, იმიტომ რომ მაინც არ მჯერა მეთქი და ვინ არის მეთქი და მითხრა ამ თეა ჩანგელიაზე ძალიან ძლიერია და ჩამწერეს და მივედი თოდუაში. თეამაც მითხრა რომ არისო პატარა კვანძი საგანგაშო არ არის. ამას ყველაფერი ეშველება, ის არის კარგი რომ დროულად იქნა აღმოჩენილი და გჭირდება ბიოპსია და პლუს ოპერაცია. და 23 თებერვალს დაინიშნა ჩემი ოპერაცია. მადლობა უფალს, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ამოიკვეთა ის კარცინომა და უკვე ყველაფერი კარგად რო იყო, სითხე აღარ იყო ისა და გადავედი ონკოლოგთან ნანა ოთხოზორიასთან. იოლამ 1 წლის წინ გაიგო, რომ მოუწევდა იმ გზის გავლა, რასაც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ქალბატონები გადიან. მისი მკურნალობა დაიწყო პირდაპირ ოპერაციით, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია მის ემოციურ განწყობაზე და ბრძოლის უნარიანობაზე, იმიტომ რომ ჩვენ დავსახეთ ის გეგმა, რომელიც მიგვიყვანდა გამოჯანმრთელებამდე. ზუდუს კიბოს აქვს სხვადასხვა ფორმები, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს მიუხედავად ადრეული ეტაპისა მაინც სჭირდებათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში პაციენტი ქიმიოთერაპიული მკურნალობის გარეშე ჰორმონოთერაპიით ან სხვა მიზნე თერაპიით გადის ფონს. იოლას შემთხვევაში სწორედ ესე წარიმართა მოვლენები და შევძელით მისთვის მინიმალური გვერდითი ეფექტებით მაქსიმალური სარგებელი მოგვეტანა, თუმცა მიუხედავად მკურნალობასთან დაკავშირებული სირთულეებისა და გვერდითი ეფექტებისა, მან შეძლო ყოფილიყო საზოგადოების აქტიური წევრი და მაგალითი ბევრი მსგავსი დიაგნოზის მქონე ქალბატონებისა, იმიტომ რომ ყოველთვის იყო აქტიური და ყოველთვის თავის გამოცდილებას უზიარებდა სხვებს. მიუხედავად ჩემი დიაგნოზისა, რომ ვიცოდი უკვე, მაინც არ მოვდუნდი, ვაგრძელებდი ჩემ აქტიურ ცხოვრებას. მეგობრებთანაც ხვდებოდით, დავდიოდით, საუბრობდით. ყველაფერს ვაკეთებდი აბსოლუტურად. ჩემ თავს არ ვაძებდი იმის საშუალებას, რომ მე მოვდუნდე, იმიტომ რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი დაავადება, ეხლა მაგ შეიძლება ყველას მოუვიდეს. აბა შენ უნდა დაუდგე, აი მყარად, უნდა ის შეხვდე ამ დაავადებას, რომ შენ აჯობო იმ დაავადებას, იმან კი უნდა დაგამარცხო, შენ უნდა დაამარცხო ეს დაავადება, ეს ვერაგი დაავადება უნდა დაამარცხო და მე დღეს მართლა ბედნიერი ვარ, რომ დავამარცხე ეს დაავადება. დავამარცხე, არ აქვს მნიშვნელობა პირველი სტადია, მეორე სტადია თუ მესამეა. შენ თუ ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნება შენი ექიმი და მიყვები, ყველაფერი იქნება კარგად, იმიტომ რომ ცხოვრება არის არ ვიცი. უნდა იცოცხლო შენი შვილებისთვის. რომ ითხრეს, კაი პასუხებია და უკვე ჯანმრთელი ხარ, აი იცით როგორ მინდოდა ჩავხვდებოდ და აი იმდენი მადლობა მეხარ, რომ ასე მგონია რაღაც სასწაული მოახდინა იმ ადამიანმა. ნანა ოთხოზორია ჩემი ონკოლოგი, ვაიმე აი უსაყვარლესი და თავისათვის პროფესიონალი. აი თუ ვინმე კი მისმენს, ჩემი თხოვნა რომ არ დანებდეთ, არ მოდუნდეთ. ყველაფერი გააკეთეთ ბოლომდე, რომ სიმსივნე მართლა განაჩენი არ არის, არ უნდა მიატოვოთ მკურნალობა შუაგზაში. და ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად კარგია, რომ პირიქით იმ მომენტში აი გინდა რომ იცოცხლო სხვებისთვისაც, შენთვისაც, რომ იხარო, იბედნიერო და აი გააფერადო ეს შენი ცხოვრება. და ყველაზე ბედნიერი ის არის, რომ გეტყვია რომ შენ ხარ ჯანმრთელი და არაფერი არ ხარ და აი ხარ სუფთა, ვაიმე აი ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის, მე მგონია.